ყვარას და მამარდას დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთ მოედანზე იქნებიან. ალისონ ბეკერის ტრაუმის გამო PSG-ს წინააღმდეგ ორივე მატჩში ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. წინასწარი ვარაუდით ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს მოედანზე დაბრუნებას. გიორგი მიქაუტაძე რეალ სოსიედადთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის თავდამსხმელმა შეხვედრაში საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა, რომელიც მან პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა. იური ტაბატაძე კიდევ 8 თვე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განაცხადა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კადიზის 26 წლის ფეხბურთელი 2 თვის წინ ალბასეტესთან მატჩში დაშავდა. მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მას შემდეგ არ ყოფილა მოედანზე. დაზიანებამდე ტაბატაძემ სეზონი კარგად დაიწყო. მან 16 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა ჩამონათვალსაც ლიდერობდა. UFC-ს ყოფილი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე მომდევნო ბრძოლას რუსეთში გამართავს. ქართველი მებრძოლი კარატე კომბატის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და თურქ კადირ დალკირანს დაუპირისპირდება. ამავე ქართზე იბრძოლებს UFC-ს კიდევ ერთი ყოფილი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა. მისი მეტოქე კი რუსი დიანა პოგოსიანი იქნება. კარატე კომბატი ნიუ-იორკში დაარსებული ორგანიზაციაა. ის გახდა პირველი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ღონისძიება ჩანიშნა. კარატე კომბატს 60 ეკატერინბურგში გაიმართება.